დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ ის გრძელვადიანი, კონკრეტული, გეგმაზომიერი, ასე თქვათ, ხედვა, რომელიც ჩვენ ამ 100 დღის განმავლობაში შევადგინეთ, გავაცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ძირითადი აქცენტები გაკეთებული არის წელს ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურის განათლების სფეროზე და ახსენა პრემიერმა, რომ მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ უკვე სახსრების მობილიზება იმისთვის, რომ პირველ რიგში მთავარი ღირებულება, რაც არის ჩვენთვის ჯარისკაცი მეომარი, მისი სოციალური პრობლემები გადაწყდეს და მას ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება. ამიტომ ჩვენ უკვე გავზარდეთ ავღანეთში ჩვენი მებრძოლების ხელფასი და როგორც პრემიერმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში უკვე ვაპირებთ გავზარდოთ 25%-ით 99%-ის სამხედრო მოსამსახურის ხელფასი. ასევე ჩვენ ვიზრუნეთ მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე და ძალიან მალე გამოქვეყნდება თუ რა ჯანდაცვის პოლისი ექნებათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, გათანაბრებული იქნება მინისტრის, გენერლის და ჯარისკაცის მომსახურეობა ჯანდაცვის ერთმანეთთან. და იქნება ეს ხარისხიანი. კვებაზე ისაუბრა თავად პრემიერმა, რომ ხარისხი გაუმჯობესდა და გვაქვს ეკონომია. აქედან გამომდინარე ჩვენი საბრძოლო მზადყოფნაზე მეტი აქცენტი იქნება გადატანილი და ჩვენ გვეყოლება მართლაც ისეთი არმია, რომელიც 4 წელიწადში მთლიანად პროფესიულზე უნდა გადავიდეს და ასევე იქნება სრულად თავსებადი ნატოსთან და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან. დღევანდელი შეხვედრით მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენ ხვალაც გვექნება მთავრობის ხდომაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე საუბარი და ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა პრემიერისგან სწორედ ამ გრძელვადიანი გეგმების განხორციელებისთვის.